აფხაზეთის სულიერების და კულტურის ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა თეატრალური სოხუმი გუშინ დღეს ხვალ გაიმართა. მონაწილეობდნენ აფხაზეთის თეატრის მოღვაწეები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები. წარსულის მოგონებებით გააცოცხლეს აფხაზეთში გატარებული წლები, სპექტაკლები, მსახიობები, კურიოზები. ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მხოლოდ მსგავსი შეხვედრებით, სახალხო დიპლომატიით, კულტურათა შორისი ურთიერთობებითაა შესაძლებელი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენა. საღამოზე შესრულდა ზურაბ-მჟავია სიმღერები და პოპულარული კინომუსიკა. დღევანდელი დღე ძალიან საინტერესოა. საინტერესოა იმით, რომ შევიკრიბეთ სოხუმელები, თეატრის მსახიობები, როგორც მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ისევე სოხუმის სახელმწიფო თეატრის მსახიობები. სოხუმის თეატრს ძალიან საინტერესო წარსული აქვს. ამ წარსულის მონაწილე ვარ 75 წელი მაკავშირებს სოხუმის თეატრთან და რატომ? იმიტომ რომ ჩემი მშობლები ამ თეატრის მსახიობები იყვნენ. საინტერესო სპექტაკლები იდგმებოდა. საინტერესო ცხოვრება გავიარეთ სოხუმის თეატრში. ძალიან კარგია. ხშირად უნდა იყოს შეხვედრები, იმიტომ რომ ახალგაზრდა თაობას ჩვენ უნდა მოუყვეთ სოხუმის თეატრს. სოხუმის თეატრია, რომელმაც ძალიან დიდი გზა განვლო, ძალიან საინტერესო სპექტაკლები დადგა და არმაშორებია გვერდიდან საკუთარ ხალხს, აფხაზ მაყურებელსაც და დღეს სწორედ ეს მოგონებები იყო და ასე რომ მე ვინატრებდი, უსურვებდი კიდევ ცენტრს, რომ ბევრი ასეთი ღონისძიება ჩაატაროს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა. ძალიან კარგია, რომ დღეს ლაპარაკია აფხაზეთის თეატრებზე, სოხუმის თეატრებზე. მოგონებებია ძალიან ლამაზი, ძალიან ბევრი. თეატრი არის ენის, ხალხის გამაერთიანებელი და მაჩვენებელი იმისა, თუ რა კულტურული დონე ამა თუ იმ საზოგადოებაში. ეს საღამო ეძღვნება თეატრს, ქართველი და აფხაზი მსახიობების ურთიერთობას, ამ ორი დასის თანამშრომლობას. ვიხსენებთ ჩვენ იმ საოცარ სულისკვეთებას, რომელიც არსებობდა თეატრალურ საზოგადოებაში და ის საოცარი მხარდაჭერა, რომელიც სოხუმის თეატრს ჰქონდა. დღეს პირველი საღამოა, ჩვენ შევიკრიბეთ და ვილაპარაკეთ თეატრზე დიმა ჯაიანის გარეშე. დიმიტრი ჯაიანმა გააგრძელა ბრწყინვალედ თავისი წინამორბედების, ასევე ბრწყინვალე რეჟისორების, სამხატვრო ხელმძღვანელების ტრადიცია და მან ძალიან ძიმე პერიოდში, დევნილობის პერიოდში შეძლო შეენარჩუნებინა კოლექტივი შესანიშნავი სპექტაკლები აჩუქა მაყურებელს. დასი, რომელიც დღეს არის სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატულ თეატრში შეენარჩუნა დიმა ჯაიანი. ამარის წმინდა დროშას უგდავს ბებიაც ზეცას, რომელსაც შოთას ლუჩი ოცნება ქვია. მიწას პაღებად გაშლებს, თევში ჩაფენილ მისნებს, აკვანს, რომელშიც ბავშვი ქართულ ნანინას ისმის. პიცავ ხოხმის ვერ თბილისს, ზის პადაგოვან ტევანს, თევში ერმების ყირს, არში ბულბულთა სტენას, შინ მოუსვერთ აღილს, შინ მასულები სევდას, ჯერმა უჩენელ ტკივილს, ცაცა გავხდარ დედას რომ, ვინც არ უნდა ვიყო მე, სადაც არ უნდა ვიყო მე, როგორც არ უნდა მიჭირდეს, როგორც არ უნდა მიხიდეს, უცხასა, უსუნგულასა თუ ჯიქუ, თუ დაცნებინებ, ბრენახს არ ავაკაფინებ, ბალახს არ გავათერინებ, კერას არ ავაშნევინებ, ენას არ ავამღვრევინებ, პიცავ, ხარებურ ფოლადს, ზის ენერგიით სავსეს, ერისკაცების ბრძოლას, მამულის აზრებს, ძმათა ერთობის ედებს, ცისფერყელების ბუდეს, ცაში აფრენილ ედებს, ცაში ასროლილ ბუდებს, ვინც არ უნდა ვიყო მე, სადაც არ უნდა ვიყო მე, როგორც არ უნდა მიჭირდეს, როგორც არ უნდა მიხინდეს, ვათემირებ